გამარჯობა მეგობრებო და ხალხო. მოკლედ დღეს არის პარასკევი. ხო და ხვალ გვაქვს კვალიფიკაცია. ამიტომ გადავწყვიტეთ რომ დღეს რამდენიმე ადამიანი წესით უნდა გავიდეთ და ვივარჯიშოთ თუ არაფერი შეიცვალა. ასე რომ დღეს გვექნება პატარა ვლოგივით. ახლა ჯერ სამსახურში მივდივარ. და ამის შემდეგ ალბათ სადღაც 4-ზე დავასრულებ და ამის მერე უკვე ბიჭებს ვნახავ და თქვენ შეგახედებთ რა როგორ ხდება რა. აბა შევხვდებით უკვე სამსახურიდან. ეს არის დუშეთის ამოსასვლელი გზა, რომელიც ძალიან მიყვარს რა. ეს არის ესეთი მოსახვევები, რომელსაც მე დავდივარ ძალიან დიდი სიამოვნებით. ოდნავ რაღაც არაფერი მკვეთრი. ტორმუზით არ გადახვიდეთ არასდროს ესეთ გრუნტოზე, თორე აუცილებლად გაიგებთ რამდენ ხანში დაეცემით თქვენი ბაიგიდან მიწას. ესეც ესე. ეგ არის, ეხლა მოკლედ რა გვაქვს აქ რა. ეს არის კემიქსი, სადაც უშუალოდ ყავა კეთდება. არა, ამაში მიკროფონში არის. ეს არის სასწორიას დაგჭირდება თუ ეჭველი კარგი ყავის გასაკეთებლად. ეს არის საფქვავი და ამ საფქვავში უკვე ყრია ყავა. თავარი მე დროშა ჩემგან. ეგ არის ყავა წყალი ხა დუღდება რომ კონკრეტულ ტემპერატურაზე უნდა იყოს რომ ყავა გავაკეთოთ. ეხლა ამას ჩამოვქვავ და მე უკვე გაკეთების პროცესსაც გაჩვენებთ. ვიყენებ ხოლმე 455 მილilitrს იმის მიხედვით რა ყავაა და რა ტემპერატურის წყალს ვხმარობ. ამ შემთხვევაში ხა 480 დავასხავ. პირველად ვასხავთ იმაზე ორჯერ მეტ წყალს ვიდრე გვაქვს ყავის რაოდენობა. ამ შემთხვევაში ხა 50 თქმა დავასხით 100 და ველოდებით ახლა რომ ეს მთლიანად ესე ჩაიწუროს. ცოტა გამოჩნდა საბა კადრში. ჩაიწუროს რა ის რომ მთლიანად ჩაიწურება, მე უკვე დავასხავთ მეორე დასხავს. ეს არის იმისთვის რომ მთელი ეს ყავის მარცვლები რაც შეგნით არის, მარცვლები კი არა, ნაწილაკები დასრულდეს რა კარგად და ყველაფერს მოედოს ეს წყალი რომ თანაბრად მოიხარშოს ყავა. ეს არის უკვე მეორე დასხმა, სადაც დავასხავთ ძირითადად მთლიანს რა. შეიძლება პატარა პაუზა გავაკეთოთ. ისეთი კარგი სუნი აქვს ამ ყავას. ნეტა ვიდეოდან შეიძლებოდა ამის გადმოცემა. ბოლო დასხმა წავიდა ეხ. მოკლედ ეს არის სპეშალთი ყავა რა. და არის ანაერობიკი, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან უცნაური და არადამახასიათებელი გემოები აქვს ყავისთვის. მჟავია ძალიან, ხილოვანია, წვნიანია, რაღაცნაირი კარგი ყავაა, მოკლედ და განსხვავებული თუ არ გაგისინჯავთ, გირჩევთ, რომ გასინჯოთ ცოტა ხანში შეეშვება ეს მარცვლები ჩვენი ბრენდირებით გაყიდვაში და გააგემოვნებთ. ეგ არის. ეხლა ველოდებით შემოიწურება ამას და შემდეგ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ დღევანდელი სამუშაო დღე. მოკლედ დღევანდელი დღე ცოტა მოკლე იყო სამსახურში. მოკლე რა დატვირთული არ იყო უბრალოდ თორე ეხლა მოვჭი. ეხლა მივდივარ ჩინჯერასთან. და ამინდი გვაქვს აი ესეთი, ნახეთ. მაინც ღრუბლები გვაქვს რა. გაზის სახელურის დარეგულირება მინდა, იმიტომ რომ ეს გრიფსები რო შევცვალე არ დამირეგულირებია და გასასვლელი გვარ მოკლედ. და თქვენც ამობრძანდით, გაჩვენებთ რა როგორ ხდება. აი მე ისეთი რამე დამემართა ხალხო, ეხლა ვიყავი ჯინჯერასთან. მაგრამ ცუდი ის არის რომ გადაღება დამოვიწყდა და კიდე უარესი ის არის რომ კამერა მიჯდება ეხლა. სუჩართული მქონდა მთელი პერიოდი რაც იქ ვიყავი. მაგრამ კამერა მედო იმაში. რა ქვია ამას? ბაიკზე. და ვერაფერიც ვერ გაიგეთ, მაგრამ ვიხავი. გაზის სახელური მშვენიერია და არაფერი არ დაჭირდა რა. მაგრამ რო გავნახე, ვინც სკამების გადაკეთებაზე მუშაობს, წინაზეც რო გითხარით, ხო და მითხრა რომ გააკეთებს იმას, რასაც მე მინდა, თავის გადაკერვით და ჩადებით და დარბილებით და დაახლოებით დაჯდება ეგ ამბავის 300 ლარი. დღეს ძალიან კარგი ამინდია სხვათა შორის და კიდევ ერთხელ გეტყვით რომ აუცილებლად უნდა ვიყიდო ჟილეტი ან კურტკა, თორე ამაში იმენა ავდუღდი. თან არ მინდა მაისური სიარული, იმიტომ რომ დაცვის გარეშე ზოგადად არ მიყვარს ხოლმე სიარული რა, მაინც
ეშმაკს არ ძინავს და არც პრიუსის მძღოლებს. ეს არის არმისული გმირთა მოედანზე თამარმეფის ხიდია მე მგონი. просто გაჩერებულები არიან ტიპები. იყიდეთ, სკუტერი იყიდეთ, ველოსიპედი იყიდეთ, ელექტრო მოტო იყიდეთ. აი ეს აღარ იქნება რა. ისეთი საცობებია ჯამში მაინც რომ მოტო იმენა ადუხდა რა. ფენი არ ჩაუქრია რაც დავდიო. ფენია თუ გაგრილება რა. საღამო მშვიდობის მეგობრებო. დღეს ძალიან გადავრჩი. მაგ ეპიზოდსაც ნახავთ, კი არა და უკვე ნახეთ და აი ეგ რასაც დავაკვირდი მე, რა თქმა უნდა ჩემი ბრალი 100%-ით. რატომღაც მეგონა რომ ის მანქანა წინ წავიდოდა, იმიტომ რომ ადგილი გქონდა და გავეტეოდი, მაგრამ მოკლედ ეგეთი დებილობა გავაკეთე. კარგი ადამიანი აღმოჩნდა და წამოვედი დავიშალეთ. და მადლობა აქედანაც მეგობარო და ბოდიში კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ სისულელე გავაკეთე და გავუღუნე აი ეს პეგი, რომ ჰაივეი პეგი რა. აი ეს აქეთ ხარის კარგად ჩანს, ოღონდ მარცხენა მხარეს ხო და მე ჩემ ძმაკასთან ვიყავი ასული ზურასთან. ზურა არის ჩემი გაჭირვების ტალკვესი. მოტო იქნება თუ მანქანა, რაღაც ტექნიკური დახმარება თუ მჭირდება, ზურა ყოველთვის გვერდით მიდგას რა და ძალიან ჯიგარი ბიჭია. მადლობა ზურიკო აქედან და მოკლედ მოვაგვარე ეგეც, იმიტომ რომ ეს მთლიანი ესე ვთქვათ კომპონენტია რა. პეგებიც ამაზე აყენია, ჰაივეი პეგის და სიჩქარეების გადამფრთველიც და თვითონ ეს პატარა რეზბა რასაც თუ ჭირავს, ის იყო დაბრეცილი რა. ის ისე დავამაგრე რომ გასწორდა, მოუხსენი უпроსტორად გავასწორე, დავამაგრე. ოდნავ თავი ქონა მოგლეჯილივით რა, ის თვითონ რეზბის თავი და ისიც მოუჭერი რაც გაფუჭებული იყო, ცოტა დავამოკლე და რა ვიცი მშვენივრად ადგა. ეხა ჯერჯერობით რაც უყურებ, არაფერი არ ეთყობა, არც მოძრაობს, არც ხმა აქვს და სიჩქარეებსაც იდეალურად რთავს. ეს აღარ გავსულა სავარჯიშოდ მაგის გამო, რაღაცნაირად დაღლილი რო ვიყავი და ხვალ პირდაპირ კვალიფიკაციას რო ვივლი, მერე გავალთ ეგრევე დრაგზეც და ჩათვალეთ ხვალ ვივარჯიშებ და ხვალ ეგრევე გავალ. სალამი ხალხო. დავიძარი ხა რუსთავისკე. დავიძარი კი არა, რუსთავის გზაზე ვარ უკვე. გუშინდელი ამბების მერე იმენა მთელი გზა მოუგორავდი, ისენილა მოვდიოდი. და ეხა აქ პატარა სკრინს ჩავსვავ, რა ბაიკები გამოდიან და თქვენი აზრით რომელი მოტო მოიგებს დღეს დრაგს. მე ჩემს ხმას ვაძლევ კახას. აი ოქტანს და ალექსას შორის რომელი მოიგებს მე არ ვიცი. არ ჩმოვედი ეხა. ჯერ დაგეტილია შესასვლელი ვერ შევდივარ. და აქ დავუყდები ალბათ ბიჭებსაც რა ვიცი 10-ზე და ცოტა ადრე მომიწია მოსვლა და გეთქვაო გასაუბრა და შეგიშვებდით. ჯოანსონზე იწყება, ცოტა ადრე მოვედი. დაკეტილია ყველაფერი, რა პონტია ვერ გავიგე რა. აი ხა აქ დაველუთ. ჯებს მივწერე ხა სათხარ თქო რა. ალექსა კახა და ჯიგრები ჰელმეტარიმში უბერავენ ჯერ იქ არიან და მე კიდე მოვქანდი აქ გიჟივით. გამელო მაინც. ყავს მაინც დავლ. მეზიება. აი ჩვენ დრაგი ხალხო, ეს თუ ფრინავი მიფრინავს. აქ დრაგის ტერიტორია. ეს ჩემი გამაზამანი. არა ნუ აი უმამაზესი მოტო რა გავაკეთო რა. აი ეს დამიზიანდა ერთი გუშინდელი ამბის მერ. ეს ტიპი ვერ ნახე ვერსად ამის სიზომის
შის წიგრანი და ვერ დაუჭირე და სანომრე გაუსვიკიდე და ესეც დავამაგრე უკვე ისეთი არაფერი. მოკლედ მაგრად გადავრჩი. მან დრო ან გავჩერებულიყავი, ან ცოტა ჩქარა წავსულიყავი, ალბათ ორივე შემთხვევაში მოტოციკლი აღმოჩნდებოდა ძირს, რაც არ იქნებოდა საერთოდ კარგია. მაგრამ ბოს მოკლედ მაგრად გადავრჩი რა. იარეთ ფრთხილად, მიუხედავად იმისა, რომ ნელა და ფრთხილად დავდივარ და ვცდილობ, რომ ყოველ შემთხვევაში ცუდად არ ვიარო, მაინც დამემართა ეგეთი რაღაც, ასე რომ აი მართლა 100 ყური და 100 თვალი გჭირდება მოტოზე რო ზიხარ რა. დაველოდები მოკლედ ახლა ვინმე რომ მოვიდეს ეს კარი გახსნა და ჩავიდე ცოტა სიგრილებში, თორე აქ იმენა გავიგუდები რა. კვალიფიკაციაზე ორივე უნდა ეთოს და რბოლებისოს მე თავი დაგეთვით რა. ორივე უნდა ეთოს. კვალიფიკაციის დროს ორივე უნდა ეთოს. მოიცა? ეს თუ მოვიწყდეთ. ხანი ვიფუქსავე იმენა. კაი ხანი. მაგრამ მე მგონი კარგად წავედი, არ ვიცი. რაღაც მომენტში მე მოსდო საბურავი. და აი მან გამასწორა, მაგრამ კარგად წავედი მე მგონი. ნახოთ ეხლა თუ დრო დაიმახსოვრა, ვინმე შევხედავ. 10 და რაღაცა ხო იყო წინა 10 და 9 რა უხეშად. და 152. საუკეთესოდ როა ჩვენ კახამ 9 და 6 იყოთ რაღაც ეგეთი. მე ვიარეთ 11 და 0-2 თუ რაღაც ეგეთი, ანუ ბევრად ცუდად ვიდრე წინა საუკეთესოდ რომ მქონდა და ნახოთ ახლა თუ გავა მიჯობესე. მარჯვნივ შედი ეგრევე და სტეიჯია. მაგარ გავწხვდები პირველივეს, წინა დრაგი ვინც მოიგო იმას. ამან თუ პროსტა არ გამაზა რამე, შანსი არ არის. არა აქვს იმენა. ძალიან მაგრად დადის. მაგრამ კახას შეხვდება ალბათ, ნახოთ. ეს ხა ერთი გარბენი კიდე მექნება ამასთან და მე მეტი აღარც მომიწევს, იმიტომ რომ ხა მეორესაც დიდი ალბათობით ვერ გავახსენებ. დემო. დროისთვის ხო არ შეგიხედავს? ბიჭო, ვერ მოვსკენი, ვერ მოვასწარე. მაგრამ კარგად გავიშვი. არა ბიჭო, ამასთან არა. ამასთან აზრიც არა აქვს პროსტა რა. მაინც მაგრა გავუშვი. რა ვქენი? რა მოვიგე შეჩემ ეხლა. არა რასამ. ვინდა გიტანეს რებელი? აი მაგრა დარვი. წინა ამან მოიგო. ეხლა ამან დამცინა თუ რა ქნა მოიგეო. აი ეხლა გადიან ზურა და ვინა? ალექსა. ნახოთ აბა. არა, ძალიან იმავშება, ძალიან. კარგად ვიარე ბრატ. ბიჭო, გარნეს. დრო ხო არ გინახავს რამდენი იყო? 23 იყავით, მიზანია 23 აქ არის, всё. დროის ხარ შეგიხედავს. აგისი ბაგარის გარე. ჯობია რომ ვაფშე ტრექშენ გამო. ზურა? სიგა ბაგარის გამა.
ჩემიც ეგრე აკეთებ. არა ბიჭო არ მიიღო არა ვერ ამოვარტყი პროსტა რა და გაახალასტოვა. არა და კარგად დასწავლე. ბიჭო კი კარგად წავედი არანა. აი არა უშავს რა. მესამეში მაინც მომიგებდა და ეხა ერთი გარბენი მოგიგია რომ. და შაიხიური სამი და მე წამოვედი. როგორ? მე გავჩერდი ვითვლიდი შენ რო წახვედი 1-2 3 და მე წამოვედი. წამოხვედი კი არა მეორეში ვერ გადავრთე ვაფშე. ალექსა ამ ავტომატიკა იმას რებელს წესით უგებს რა. არა მოუგოსო. მოუგო თან კარგად მოუგო. ერთი ფოლი ქონდა და ეხლა ჩვენიერი ესე ჩვენი ვიდეოგრაფი ბატონი ლექსო. და ეგ არის ბოლო გარბენი ხო ეგრე? რომელიც ეხმარებოდა ხაზზე ლაშა საბურავად. ცოტა ხარ. გადაღებაზე მოვიდი და ვაფშე არაფერი არ გადამიღია, მარტო საბურავებს ვწმინდა. მე მოგს კადრებით მოგცემ. ეს არის ვიქტორი და ჰარლი. ნახოთ ეხლა რა იქნება. მეორე ზონა. კახა მოიგებს. ნახოთ რა იქნება. რას ფიქრობ, აბაზმა ვიზედადებ ფსონებს. ბიჭო კახა იგებს. მარნო. მე დიახ. მოიგე ხო? მოვიგე, ეგრე გამოვიდა კი. აი, ეკაფრას და სავარჯიშო. ბიჭო! სავარჯიშო ეს რა ვარ და არ დააგვიანა. მე წავაგე ბრატ, რევს მეკითხები. გიწერია თუ როგორ. არა, არ მიწერია. დაჟე არც მიწერია. ამუჭერიებს. ეხლა წერია და. შენ მესამეზე ხო გახვედი? მესამეზე ხო გახვედი? მესამეზე გავედიო. ფაქტობრივად ამ მაიკებს. ესეც ხოდი მაგაში შეტყვი. შენს ვთქვი, ეს არის ჩვენი მეორე ოპერატორი ლევანი, რომელიც დაგვეხმარა დღეს ლამაზი და კარგი კადრების გადაღებაში. კახა მოიგო, გილოცავთ Black Bells. მე ვერ მივხვდი, იმიტომ რომ მოტოციკლეტები გადავიღე და ისე შორი. მაგრამ მოიგო კახა. რას მთავარია? ეხლა გაცვიტყვი, მინე. დავაცხებ. ხო, შეგიძლია. დავაი, რა ვთქვა, აბა მითხარი? რა ქენი რო მოკლედ მე ვიარე აი ამ ბაიკთან ახლა უკარო ჩაიარა ვიქტორი ოქტანთან რომელმაც მოიგო წინა დრაგი რა ხო და გამასწრო ორივე გარბენი ერთ გარბენზე წესით უნდა გავსულიყავი მაგრამ მეორეში ვერ ჩავაგდე და მოკლედ წავაგე რა ორივე გარბენი აღარ უნდა ბევრი ლაპარაკი საბოლოო ჯამში კაი დღე გამოვიდა გაასწორა კახა მოიგო თან კარგად მოიგო და ახლა უკვე შემდეგი ეტაპი არის სექტემბერში მე დიდი ალბათობით უკვე მაყურებელი ვიქნები და იქიდან უფრო უკეთეს და კარგ კადრებს შემოგთავაზებთ. შევხვდებით შემდეგ დრაგზე. ეს ხალხო დასრულდა დღევანდელი დრაგის დღე. ეხა წავალთ ერთს ვიხინკლავებთ და მოშჩა. საბოლოო ჯამში კარგი დღე გამოვიდა. მე მაინც ცოტა ნერვები მომიშალა იმ დასტარტვის გამო. შეიძლება ვერც მომეგო, მაგრამ უბრალოდ კარგ დროს დავაფიქსირებდი და გაასწორებდა რა, მაგრამ არა უშავს. რას თავარია, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, კახა მოიგო. წარმატებები ყოველას, კარგი გამოსვლები, ეხა ბიჭების სპორტების, სტრიტების კლასი იწყება და შევხვდებით მოკლედ 6-ში უკვე როგორც გადამღები და არა მონაწილე. შევხვდებით ეხა სახინკლიდან ჩაგერთვებით. აი ეს არის კიდე კარგი ძალიან რა, როცა დიდ რაიდში მიდიხარ და წინ ადამიანია ვინც ესე ვთქვათ, ყველაფერს აკონტროლებს. ეხა მაგალითად გვანიშნა რომ ეს სიჩქარე დააგდეს ნიშნავს ეს რა და წეგან პოლიცია იყო, პოლიციას განიშნავს ან ძალიან კარგად და ორგანიზებულად მოძრაობ, როცა ესე ნორმალურ ხალხში ხარ რა და თან ყველა მიცის ეს რას ნიშნავს, როცა ანიშნებთ ერთმანეთს რა და გირჩევთ რომ თუ დიდ ჯგუფად თქვენს გიწევთ ხოლმე გადაადგილება ეხა არ ვდგავართ იდეალურად, მაგრამ ჭადრაკულად გახარ რა. აი ფილი თუ მაგალითად წინ მარცხენა მხარეს დგას, გვერდით არ უნდა დაუდგე რა, უნდა დაუდგე ოდნავ უკან და მარჯვნივ, რომ იმასაც კონდეს სიტყვაზე გადასვლა გადმოსვლის საშუალება. და თან შენც სამუხრუჭე მანძილი გეზრდება რა. აი ეხა მაგალითად მე გვერდით არ უნდა დაუდგე, გიორგის უნდა დაუდგე ოდნავ უკან და მარჯვნივ რა. და თან წინ ნახეთ დისტანციას რო იცავ, ძალიან დიდი მანძილი გაქვს სამუხრუჭედ რა. და მინიმალურია მე იმის შანსი რომ რაღაცა იყოს. ეხა მაგალითად ფეხის გაშო ნიშნავდა რომ რაღაცა ეგდო. ან როცა იამა, ან გაფუჭებული გზა, ან რაღაც რა, მოკლედ ყველაფერს ესე ანიშნებ რა. ძალიან კომფორტული ხდება, მერე გადაადგილება და რაც სავარია უსაფრთხო. მიდი გიო.
მეტი ზრავი, კარგი, ამიტომ არა. ამ დროს ნუ შემოხვიდე და დადგეთ იქით მხარეს, ანუ მარცხნა ხო ასწრებთ, კი უკიდურეს მარჯვენა მხარეს უნდა დადგეთ, როცა თქვენ გადაასწრებთ, იმიტომ რომ უკან ვიც მოყვებათ, ისიც შემოვიდეს და დადგეს. ბაკი აქვს მაგას დიდი. ეხ გამოვედით, ჭამეთ. და ეგეც საჭმელი იყო რა, დიდი არაფერი. ის იყო მეორე გაჩერება იმის პოკერანის წინაწელს, მაგრამ მოკლედ საჭმელი დიდი არაფერი უბრალოდ მაგრად გშიოდა ყველას და მაინც ვჭამეთ. გიგი ირგებს ჩემ ბაიკს. წავალთ ხარის პატარა გლუქს გავაკეთებ წესთან პირდაპირ თბილისში და მე სახლისაკენ ჰერი. და აქ დაგემშვიდობებით, შევხვდებით მომავალ ვიდეოში. კარგად.